თქვენი საუბრობთ უმეტესწილად. აბა რასთან დაკავშირებით საუბრობთ დღეს? ნაწილებზე. დასახელებები. აი, დაიწყე. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა. ბევრი ხალხი საყვედურობს ხოლმე. ბევრი ხალხი საყვედურობს იმაზე, რომ ჩინურად ლაპარაკობთ. და არ გვისმის. არ გვესმის, რომ იარაღის ნაწილი ქართულად ისაუბროთ. ნუ ჯერ დავიწყოთ, იმიტომ საუბრობთ ინგლისურს დასახელებას, იმიტომ ვიყენებთ, რომ მიჩვევა. თუ რამე ინფორმაცია გჭირდება, რამის მოძიება გინდა, Google-ია, YouTube-ია, თუ რა ჯანდაბა საიტია, ყველა ინგლისურად არის. ქართულად ძალიან მოკლებული ვართ იარაღის არხებს და იარაღის ბევრი იარაღის შედარებას, იმიტომ რომ იმით არის გამოწვეული, რომ წარმოება მიმდინარეობს საზღვარგარეთ ამერიკაში, ამ ნაწილების გამოგონება მიდის ამერიკაში და რა თქმა უნდა სახელებს არქმევენ ისინი. ამერიკაში დავადებული ვართ ქართულ სახს არავინ არ აქვს. კიდევ ის ბრალი იცი? აბა გამოწერა რო ეზარებათ არხის. ეგ ეს არის. იმიტომ 10000 გამოწერი რო ხო 5000 და 15000 და 20000 არავის არ აინტერესებს რა. არც ერთი იარაღის მაღაზია არ არის. 100000 გამოწერი რო კოშტრაშუა, მაგრამ 10, 20, 30 იარაღი განიხილო შეადდა რო გატესტო ასე შემდეგ. 3 ტყვის როლით არის. 3 ტყვის როლით იარაღს სინჯავე გულის ბრანჭოები მემართება, მე მაპატიეთ არ შემიძლია რა გავაკეთო. ხო, ეგეთი. მეორე, ყველაფერს ქართული დასახელება არ აქვს. ქართული დასახელება ისედაც არაფერს არ აქვს, თუ არ გადმოთარგმნი რა. ხო. ანუ პირდაპირ თარგმანი შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ზოგ ნაწილზე გამოდის, ზოგ ნაწილზე სისულელე გამოდის. და 80% შემთხვევაში ის სახელები რაც ქართული გონიათ, მაგალითად ლულა, პირველ რიგში ხა მე რაღაცები ხდება ხოლმე ის რა ქვია. ანუ მეც რომ მეკითხებიან გააქვს, არა გააქვს რაღაცა, ჰენდგარდზე არის ის რა ქვია. არის ხა ზოგი CVO-ს ეძახის, ზოგი საერთოდ ფერმას ეძახის. ხო, ამას მოკლედ ლულის გარშემო რაც გვაქვს ნაწილი ამერიკულად ქვია ჰენდგარდი. ქართულად რო გადმოვთარგმნოთ, ერთ-ერთი გამოდის ხელის დამცავი. ილიას გულში მაინც ფერმა იქნება და ხელის დამცავი. ხო, რამე სისულელთაც არ უნდა ჟღერდეს, რეალურად ეს დეტალი იარაღის ფუნქციონირებაში არანაირ როლს არ ასრულებს. ერთადერთი კავშირი იარაღთან აქვს ამ ადგილში, იმიტომაც ქვია თავისუფლად დაკიდებული ჰენდგარდი და მართლა ხელის დამცავია და მაქსიმუმ აქსესუარების დასაყენებლად შეგვიძლია გამოგონოთ. ანუ ეს რომ მოხსნათ, იარაღი მაინც შეუულებრივად იმუშავებს. და რო საყოველთაოდ ტიპჟირი, არა, ტიპჟირი ქვია ორლიან თოფზე კორდახის გაგრძელებას ხის ნაწილს. სანადირო იარაღზე ტიპჟირი ამაზე ტიპჟირი არ ხარ. ეგ ტიპჟირი არის ქვემოდან ხელის, აი CVO-ს რაც ეძახიან. CVO-ს ეძახიან. სინამდვილეში მაგას ქვია ქართულად ტიპჟირი. CVO-ს ეძახიან ამას. ანუ ეს CVO არა, CVO ეს არის ამერიკულად ჰენდგარდი, ქართულად ხელის დამცავი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ხელს რომ მოვკიდებთ, ცხელ ლულაზე არ მიგვედოს ხელი და არ დაგვეწოს და მაქსიმუმ ეს აქსესუარები, სახელური ფანარი, რაღაცები დავაკეთოთ. იარაღის ფუნქციონირებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. და ვისაც გეშინიათ ანუ ეს რომ მოხსნათ, იარაღი იმუშავებს ჩვეულებრივად. მერე ეს ამ ხელას სივრცე და დახრეტა და ის იმიტომ აქვს, რომ არ მალე გაგრილდეს ლულა, ხელი არ დაგვეწვას და აქედან მტვერი ჩავა, დაისვრება ისის, ეს არის ტყვილი, თავის ტკივილი, მაგაზე არანაირი სანერვიულო არ აქვს. თუ მაინც და მაინც შიგნით ლულა დაისვარა და დაიმტვერა და ეს გაწუხებთ, ორ ბოლტს მოაძრობთ, ამას წინ გააძრობთ, გაწმინდავთ და ისე უკან გაუკეთებთ. ჭანჭიქს ბოდიში. ჭანჭიქს მოკლედ ჩემზე ნირია ხმარებელი იარაღის და აი ცუდი მომხმარებელი არავინ არ არის და თუ ჩაიხედავთ შიგნით ვიდეო იწერება. ბალახი, მწვანილი და სატკივარი არ ყრია. ისმეთ. კარგაჯდია. ხელში კარგაჯდია, გავშინჯეთ და ხელში კარგაჯდია. ხო. პლასტმასები არ მყერია ჩემსას. გავყვეთ უკან. გავყვეთ, შემდეგი. და რატო უნდა გავყვეთ? ჰენდსტოპი. ეგრეთ წოდებული. წინა სახელური. ქართულად ამას ქვია წინა სახელური, მაგრამ ამერიკულად გვაქვს ორი დასახელება. ვერტიკალური ვერტიკალ გრიპი, ანუ ვერტიკალური სახელური, ეს არის ამ შემთხვევაში ვერტიკალური და გვაქვს კიდე ანგელ გრიპები, ან ჰენდსტოპებს ხმარობენ, რომელიც ანუ ხელის შემაჩერებელი პატარები რო არის ხოლმე, უბრალოდ თითი რა უნდა გამოსდოთ. ქართულად იქნება ხელის შემაჩერებელი და ხელის შემაჩერებლის თქმას ისევ ჯობია რომ ჰენდსტოპი ვთქვათ, ფიქსატორი. და ანგელ გრიპი არის დახრილი სახელური. აი მაგპულის მოდელები რო არის ცოტა ესეთი ფორმა რო აქვს. აქ სადღაც სურათი ამოხდება რა. ხო. მომენტი. კარგი. სხვა? კი ბოთ, კიდე რა გვაქვს? puzzle device.
Mazel device-ი. ცხვირზე არაფერი რო არ გავუკეთოთ ანალოგიურად handguard-ივით, იარაღი მაინც იმუშავებს. არაფერი პრობლემა არ არის, უბრალოდ ეს გამოიყენება. აქ დგება flash hider-ი ქვია, ანუ ცეცხლის გამფანტველი ამას რა ქვია? კომპენსატორია ეს? კი. რასა კომპენსირებს? ლულის იარაღის უკუცემას და ლულის ვარდნას აკომპენსირებს. ეს რო არ დავაყენოთ და მოხსნათ, იარაღი ხო გაისვრის, ხო იმუშავებს. უბრალოდ გვექნება დიდი უკუცემა, დიდი ხმა და ცეცხლი. არა, დიდი ხმა არა, დიდი ცეცხლი. ხმა პირიქით ამას. რომელიც მე შეგვიზღუდავს მხედველობას და სტრაფის როლის დროს სამიზნეს დაგვიწყობს. ეს ასრულებს მაგ ფუნქციას, ანუ რომ ცეცხლი გაფანტოს და უკუცემა შეგვიმციროს. შემდეგი ლულის მოწყობილობა ქართულად. კი ბატონო. შემდეგი გავყვეთ უკან. ზედა რესივერი და ქვედა რესივერი. კი ბატონო. ინგლისურად upper receiver-ი, lower receiver-ი. გახლავთ. შემდეგ გავხსნათ იარაღი, შინ შევძვრეთ ახლა დეტალები. შეხილები თქვენ უფრო გაფათო რომ მე მგონი მეც არა. მუნჯის ენა უფრო არის. კარგი, აბა რა ხდება? მე ამას დავიჭერ, თქვენ არ გინდა გადახსნა ამის. ინც მოვაწერთ პა. დავწერ სასხლეტი მექანიზმი. ესე იგი, upper receiver-ში რა ხდება ახლა? upper receiver-ში მოთავსებული გვაქვს. bolt carrier group-ი. ინგლისურად ესე ქვია IAMAS, bolt PCG. წინა მხარეს არის საკეტი. საკეტში არის მოთავსებული ნემსა, რომელიც ურტყავს უკნიდან პისტონს და ხდება გასროლა. აქ გვაქვს ექსტრაქტორი, ქართულად ქვია ამომგდები, რომელიც უზრუნველყოფს გადატანის მომენტში ცარიელი გილზის იარაღიდან ამოგდებას, ექსტრაქციას და აქ მეტი არაფერი არ არის. არის რამე? გამამგდები. აქ არის რამე კიდე, მეტი ხო არაფერი არ არის. არა. კაი. აქ გვაქვს გადასატენის სახელური, charging handle-ი, ანუ გადასატენის სახელური. ხო ჩანვართ კამერაში. გადასატენის სახელური. კიდე რა მოიცა. მე აღარ ჩანვა. არ მაჩენს ვიდეოში, ვიდეოში ვარ. ღილაკი. ფორვარდას. მოკლედ, ფორვარდ ასისტზე ვიყავით გაჩერებულები, ამ ღილაკს რავი, რა ქართულად რა დავარქვით? დამხმარე. საკეტის მიმწოლი. საკეტის მიმწოლი. წინა დამხმარე, არ ვიცი რა, ფორვარდ ასისტი. ეს არის აი აქ. რაქში თითია საკეტისთვის. აი აქ. ბოლტზე გვაქვს ჭრილები, რაც უზრუნველყოფს ეს ბოლტი თუ ცოტა უკან დაგვრჩება, აი შეხედეთ უკან ხო დარჩა, ეხლა გახსნით. ამაზე მირტყვით ხდება ჩაკეტვა. მაგრამ აი თუ უკან დარჩა, ამ ფორვარდ ასისტის ღილაკზე ვარტყავთ ხელს და ბოლტი იკეტება ბოლოს. თვითონ სულნად ინჯინს owner-საც გარჯეროდა ამის საჭიროება ოღონდ. ხენ ჯერათ მაგის საჭიროება. მაგრილისი ჭიდის გამომგდები. ჭიდის გამომგდები ღილაკი. ჭიდის არა, ნახე, ეს არის სავაზნე კოლოფი. ჭიდი არ არის. აი ქართული რო ვითომ ვიცდა, მაგას აბოიმა კი არა ექვიან, ჭიდი იქვიან. არა ექვიან ამაი ჭიდი, ამაი ექვიან სავაზნე კოლოფი. ჭიდი ქვია, აი ხარება და გუგიას რო დასხმები ქვიები. აი ეგ არის ჭიდი. მოკლედ. ამ ღილაკზე დაწყებავთ. გამოგვაქვს სავაზნე კოლოფი. ამ შემთხვევაში პატარა ბავშვს კუტუსავით. სავაზნე კოლოფი, სადაც თავსდება ინგლისურად ამ ადგილს ქვია მაგველი. ჭიდის მიმღები. სავაზნე კოლოფის მიმღები ქვია. სავაზნე კოლოფის კედლები გამოდის. მიმღები. აი ეხლა მოიცა ჩავიძე. აი ესე რო ვისაუბრებ ქართულად, თავისუფლად დაკიდებული ხელის დამცავი ჭიდის მიმღები, წინა ხელის ფიქსატორი და უკანა ხელის ფიქსატორი. ყურებიდან სისხლი ხო წამოგივათ არა? აი რა, ვინმე დაჯდებით და მასზე ვიდეოს, ვინც დაჯდებით და მასზე ვიდეოს უყურებთ, თუ თანახმახართ, ერთი კაცი თუ გამოჩნდა, შემდეგ გადავიხურე ორ ვიდეოს ყველა თემაზე. ერთ სპეციალურად იმ კაცისთვის ავტორთა რომ მარტო იმან უყუროს და ერთ უბრალო მოკვდავებისთვის, ვისაც ეს სლენგი გვინდა. ანუ ტიპები აწარმოებენ, მართლა ნერვების მომშლელია უკვე ყოველჯერზე მაგაზე საუბარი. არა ქართულად, ჯორჯი რო დაიბადა ამერიკაში, ჯემალას ხო არ ეძახი საქართველოს ჩამოვიდა ქართული სახელი ქვია. იმ შობელკატა იუჯინ სტოუნერმა ააწყო და რავი. ბუფერტუს რა უნდა დაუძახო, ბუფერს ქართულ. ბუფერის მილი.
მაგრამ ბუფერს ქართული შედა ბუფერია რა. ბუფერი. ბუფერის მილი. ესეც არ არის ბუფერის მილი. მაგის გარდა ბუფერის მილი, რომელზეც ჩამოცმულია კონდახი და საერთოდ ბუფერტუბიც არ ქვია მაგას. ბუფერტუბს ჩვენ ვეძახით. ხო. receiver extension-ი ქვია. ხო. ანუ მიმღების დაგრძელება. კი ბატონო. ხო, მიმღების დაგრძელება გვაქვს აქ. რომელზეც მე მოთავსებული არის სტოკი, ანუ კონდახი. კიდე რა გვაქვს აქ? პისტოლეტის სახელური, პისტოლ გრიპი. ბოლტკეტში დაგჭა. მეორე მხარეს მოთავსებული არის შემაყოვნებელი ღილაკი. საკეტის შემაყოვნებელი ღილაკი. ინგლისურად ბოლტკეტში. და fire selector-ი, რომელსაც ჩვენ ვეძახით მცველს და ცეცხლის გადამთვალით შეგვიძლია დავუძახოთ რეჟიმების გადამთვლელი. თუ პირდაპირ გადავთარგმნით ცეცხლის რეჟიმების გადამთვლელი. სხვა აქ ისეთი არაფერი არ არის. ვეხროა და გული მერევა უკვე ისეთი სახელები მესმის. ბრიგედი, რომელსაც ჩვენ ვეძახით სასხლეთს. რომელიც სინამდვილეში სასხლეთი არის. სინამდვილეში აი ამ მოწყობილობას ეხლა რაზეც თითი გიდევს, ქვია ფეხი. აი თუ გინახიათ სროლის ძველ წიგნებში ქვია ფეხი გამოუშალაო. ანუ სასხლე ფეხი გამოშალა, გამოკრა, აი ამას ენასაც რო ეძახით და სასხლეტი დაისხლით, ანუ ის რაზეც დაყენებული იყო ჩახმახი, მაღლა. ჩახმახი და ჩაკუჩია. იქ აი კაჟი რაზეც იყო დამაგრებული, ეგ არის სასხლეტი, რაც ისხლიტება. ეს არის ყველაზე მეტად. კიდე რაში მხდება პრობლემა, იცი? რაში ვერ ვერკვევით ხოლმე. ვერ ვაგებინებ აქსესუარი უნდათ რაღაცის და რაზე დასაყენებლად გინდათ რომ ვეკითხები. ხო, ეგ არის და ანუ რა არის ეგ არის. პიკატინს რო ვეუბნევი, პიკატინი ხანგონიათ რო არის ეს. ხანგონიათ რომ M-Lock-ის ჭრილის პიკატინია, ხო, პიკატინზე გვინდა, მე აღმოჩნდება რომ M-Lock-ის handguard-ია. მოკლედ, რო იცოდეთ რა, ეს არის ზედამხარეს, რაც თავიდან ბოლომდე მიყვება. პიკატინის რელსი, ესე ქვია, სხვა სახელი ამას არ აქვს. პიკატინის რელსი, რომელიც სისქეში არის 20 მმ, ეს არის სტანდარტი, თუ არის პიკატინის რელსი, ყველა არის 20 მმ. სხვანაირი პიკატინის რელსი არ არსებობს. და არსებობს შუაში როა გაჭრილი, აი ეს პიკატინი რო გონიათ და შუაში რო ამოჭრილია, მაგას ქვია ვივერის რელსი. ეს არ ვიცოდი. კი ბატონო. ვივერის და რელსი. ყველაფერი რაც მიდის. მაგრამ პიკატინის რელსიც და ვივერის რელსიც 20 მმ არის სისქეში და პიკატინის ყველა აქსესუარი დგება ვივერზე. მაგრამ ვივერის ყველა აქსესუარი პიკატინზე არ დგება. ხო, აი ეს შუაში ისა. ხო. მოკლედ პიკატინის ყველა აქსესუარი სამიზნე იქნება, ფარანი იქნება თუ რაც არ აქვს მნიშვნელობა. ჰენდგარდი შესაძლებელია მაგას. ყველაფერი დგება ვივერის რელსზეც, რომელსაც აი ეს შუა გული აქვს ამოღებული. ეხლა აი ეს კონკრეტული ჰენდგარდი, ხელისდამცავი მოცემული გვაქვს კიმოდის ჭრილებით. კიმოდი იმიტომ დაარქვეს, რომ გასაღების შესარყოფს გავს და დაარქვეს კიმოდი და არსებობს კიდე ესეთი ოთხკუთხედი ჭრილებით, რომელსაც ქვია M-Lock-ი. სხვა დასახელება მაგას არ აქვს და ამ კიმოდისთვისაც და M-Lock-ისთვისაც გამოდის სპეციალური აქსესუარები. ანუ აღარ გჭირდებათ თქვენ რომ პიკატინის რელსი დააყენოთ ჯერ ამაზე და მერე დააყენოთ აქსესუარი. თითქმის ყველა აქსესუარი იწარმოება როგორც M-Lock-ის, ასევე კიმოდის სამაგრებით. და სპეციალურად არის გაკეთებული, რომ ეს ხელისდამცავი იყოს მსუბუქი და იარაღი იყოს მსუბუქი. ხო, მაგარი იქნებოდა თავისუფლად დაკიდებული ხელისდამცავი, რომელსაც აქვს გასაღების ფორმას მიმსგავსებული ჭრილები. კი ბატონო. მორჩა ომი, მოკვდა საღლუკა. სხვა ამ იარაღის აქსესუარების სახლებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ღვედი ბაზარი. ამაზე ჯობია რომ მივეჩიოთ ისევ ინგლისური დასახელებების გამოყენებას, ვიდრე ქართულად გადავთარგმნოთ, გამოვიდეს რაღაცა და რაც გინდა თარგმნო, რაც გინდა ნაკერავზე გაიხე, მოძებნა, გამოწერა, ყიდვა რაღაცა რო დაგჭირდება, მიადგები მაინც ინგლისურად საიტს და მაინც იგ ჩაწერო და ყურებიდან გიდიოდეს სისხლი და მე თარგმნო. აი ემას რა ქვია მაინც აი არაფერი. სულ არის მაქსიმუმ 10 დეტალი. 10 დეტალი გვაქვს დასამახსოვრებელი ჯამში. იგივე ხდება ინჩზეც რა, ანუ ეხლა წარმოვიდგინეთ, ყველა იარაღის წარმოებელი 99% თავის იარაღს აწერს ზომას ინჩებში, იმიტომ რომ სამოქალაქო იარაღის 2/3 იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ ხალხი ინჩზეა მიჩვეული და სანტიმეტრებში რო ვერ დაიხუროთ, 1 ინჩი არის 2.5 სანტიმეტრი დაახლოებით. ზუსტად 2.5 სანტიმეტრი. და ეჩვევა რა.
კი ბატონო, გინდა არ გინდა ყური ეჩვევა, მიეჩვე შეიძლება მოიცა ინჩი რამდენია, ხო არ იზავ მასე, არა ეჩვევი უბრალოდ და არც გინდა გადაყვანა, ანუ ჩვეულებრივად რო გეუბნება, არის 11.5 ინჩი, всё. დაახლოებით თვალში იცი რამდენია, ეს არის ხა 11.5 ინჩი. არსებობს 13.5, არსებობს 16, 18, 20, რავი. კი ბატონო. всё, მიეჩვევი რომ ეს არის 16 ინჩიანი ლულა გაქვს, 16 ინჩიანი ლულა გაქვს. აქ ჰენდგა ხელის დამცავსაც შეარჩევ მაგის მიხედვით. 16 ინჩიან ლულაზე კარგი არის 15 ინჩიანი ჰენდგარდი ან 13.5 ინჩი. კი ბატონო. სო ეს იყო რაც გვინდა და გვეთქვა. კი ბატონო. აგემშვიდობებით. დროებით.